15-25 წლის ასაკის ადამიანებს რომ ჩავხედოთ ჩვენ და გამაანალიზოთ, ანუ რატო ჩავიციკლეთ ამ 15-25-ზე და რატო არ გვაინტერესებს რაღაცა 45-50, ხო? ანუ ეს არის შენი ყველაზე ახალგაზრდა, ენერგიით სავსე, ენთუზიაზმით სავსე ფენა, რომლის 80% არ მუშაობს. 80% არ მუშაობს, ხო? ანუ არ იყენებს ქვეყანა იმ რესურსს, რომელიც ყველაზე მეტად გამოსაყენებელია რა. აქედან ახლა ვიღაცები იტყვიან, რომ ის ხალხი კაცო სწავლობს და ის 20% რომ მუშაობს, ეგეც საქმეა რა. ანუ 20%-ს არ მუშაობს, რომ ნახოთ, ხო, გული გაგისკდებათ რა. ახლა მე არ ჩამოვთვლი კომპანიებს, რომელიც მუშაობენ, მაგრამ ყველამ კარგად ის არ მუშაობს ეს ხალხი რა. ხო? და ის 80%, რომელიც არ მუშაობს და ვითომ სწავლობს, რეალურად რა სწავლობს? ხო? ანუ ჩვენთან რო ხალხი მოდის კურსდამთავრებული საკმაოდ კარგი უნივერსიტეტების, არა მარტო დოკუმენტის წერა არ შეუძლიათ, დაწერილ დოკუმენტს, რომელიც ჩვენ დავწერთ, იმასაც ვერ კითხულობენ. ანუ წაკითხვით კი წაიკითხავს, ყველა სიტყვას იცნობს, მაგრამ აზრი ვერ გამოაქვთ. და მე ვამბობთ, რომ რას გადაეკიდა პავლე ამ უნივერსიტეტებს რა. უნივერსიტეტს კი არ გადავეკიდებს, შედეგი გვადადებს ჩვენ. ჩვენ არა ვართ რაღაცა საგრანტო ორგანიზაცია და რაღაცა საერთაშორისო კვლევების ცენტრი, რომ რაღაცა ფურცლების გავსება გვაინტერესებდეს. მე მაინტერესებს, რომ შენ რო დოკუმენტს დაწერ და ინვესტორს მიუტან. ის ფულს მოგცემს. მიდიება დააწერეთ რომელიმე სტუდენტს, ნებისმიერი უნივერსიტეტის დოკუმენტი და წავიდეს და ინვესტორიდან ფული მოიტანოს. ხო? და ჯერ არ ყოფილა. თუ იქნება ძალიან გაგვიხარდება.